კიდევ მსმენელი ყავს, ალო, გამარჯობათ. ალო. დიახ. მოგესალმები შალვა, მოგესალმები ინგა. გამარჯობა. ინგა, უბრალოდ შენ თქვი წეგან რაც კახეთში ვიღაცამ ყურძენი გადაყარა, ვიღაცამ გაჩიხა. მე თვითონ კახელი ვარ, თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ვენახიც მაქვს და იქ უბრალოდ ის თქმა უნდა, რომ გამოსავალი არ არის, რომ ვიღაცამ ვენახი აჩიხა და ვიღაცამ ყურძენი გადაყარა. ეს პირველ რიგში კახელის პრობლემაა რა, ეხლა ვენახს მე არც ერთ შემთხვევაში არ ავჩიხავ, ან თუ არ ჩაიბარებენ, არც მაგიტო არ გადავყრი. ეს 5-6 წელი იქნება, 10 წელი იქნება. რაღაც ქვეყანას ეშო, ამით მე ფიქრობ, რომ ვერ უშველი ჩემი. გეთანხმებით. ეხლა მე მიშას ვერ გამოვაფხიზლებ და გლეხისკენ ვერ მოვაბრუნებ და გეთანხმებით, რომ გლეხი დღეს ძალიან დაჩაგრულია, მაგრამ პრობლემა გლეხშიც არის და კახელი რომელიც ვენახს აჩეხავს, ის სხვა რამესეც წამსვლელია. კახელი რომელიც ყურძენს გადაყრის, ის ბევრ რამეზეა წამსვლელი. არ მინდა ხარ არის შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ უბრალოდ ჩემი აზრია. მადლობ, დიდი მადლობა. 237-130-133. სოციალური ფონი მართლა ძალიან დამძიმებულია. მე ადრე ვთქვი, მე მგონი შენთან ეთერში ხანდახან მე უხერხულება. ადამიანი გისმენს და ფიქრობს, შენ რა გენაღლება სამსახური გაქვს, იქ რაღაც საკრებულოს დეპუტატი ხარ, მე რა ვქნა შვილი ბაღში რითი წავიყვანო, საჭმელი რითი უყიდო რა ვქნა. 16 მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, ესა ის რეალობა, რაზეც მოეწონება ვინმეს ჩემგან ნათქვამი თუ არა, ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ოფიციალური მონაცემით ამ წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო სტრუქტურებიდან დაითხოვეს მარტო 16000 ადამიანი. ოღონდ სინამდვილეში მიშას რო კითხო, ესენი გადანაწილდნენ კერძო ბიზნესში. კერძო ბიზნესში კი არ გადანაწილდნენ, დარჩნენ უსამსახუროდ, ანუ 16000 უმუშევარი დაემატა. დღეს იმ სოფლიდან რომ მოვდიოდი ლილოსთან გამოვიარე და დავინახე ის ქარხანა. თავის დროზე ავტობუსებით ხალხი რომ მიაყენა და ვითომ რო აამოქმედა, დაკეტილია. ეს არაა ჭორი, ჩემი თვალით ვნახე, აი ეს დაკეტილი ქარხანა. რომელმაც სულ 1-2 კვირა იმუშავა, მეტი უბრალოდ ვერ გაკაჭა. აი ესეთი მოჩვენებების და ილუზიების ქვეყანა ვართ. იმ ბავშვებს იქ დღეს რაღაც ჭყიალა კომპიუტერი რო აჩვენა და რო აბა რომელ საუკუნეში ხარ თავი რო შემოყო კლასში. ეს კი არ არის გამოსავალი. გამოსავალი იმაშია, რომ ამ ხალხს უნდა მისცეს საშუალება, რომ ოდნავ მაინც ისუნთქოს. წარმოიდგინე, 3 შვილი ყავს. ბაღში გადასახადი. როცა შენ არ იყავი ბავშვების გვერდით, შენს მეუღლეს რანაირად უნდა გადაეხადა, ხო დაუშვათ 3 ბავშვისთვის ბაღი, თუ იქ სკოლა არის, პლუს ძალიან გაძვირებული არის ფასები. პლუს როცა შენი შემოსავალი თანდათან უარესდება, იმიტომ რომ მთელი რიგი პროცესები არის გაძვირებასთან დაკავშირებული. ანუ ეს ყველაფერი არის კატასტროფა, რასაც ჩვენ უყურებთ, რაც არ უნდა არ მოეწონოს ვინმეს ჩემი ნათქვამი, მე მაინც ვიტყვი, რომ ეს იყო კატასტროფა, რაც ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ და მაგრად ვინანე, რომ ეთერში არ ვიყავი, ძალიან მომინდა, იმიტომ რომ მთელი ტირადა უნდა გააკეთოს ადამიანმა მის ამ სამდღიან მოგზაურობას. ჩვენ კიდევ ერთსენელი ყავს და გამთავრებთ გაცემას, ალო, გამარჯობა. ალო, გამარჯობათ. დიახ. გამარჯობა. მოგესალმებით. დიახ. ალო. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით. გამარჯობა. პირველ რიგში რაც შეეხება პირველ კლასელებს, ანუ სკოლას. მე ვიყავი პირველ საშუალო სკოლაში, იყო აბსოლუტურად სრული განმკითხაობა. მოგრა სიტყვით გამოვიდა სეპერტელაძე პირველ კლასელები. ეხლა კომუნისტებს ყველაფერი ცუდი კი არ ქონდათ. პირველ სექტემბერს როცა სკოლაში მიდიოდნენ, პირველ კლასელებს განსაკუთრებით ყურადღებით ღებულობდნენ. დღეს მაღალი კლასები შეიყვანეს და მე 7 პირველ პარალელური კლასია. ძლივს ვიპოვეთ ჩვენი მასწავლებლები. ეს სკოლასთან დაკავშირებით. ეხლა რაც შეეხება სვანეთს და მიშას იდეებს. სვანეთში სახლები გადახურული იყო შუა საუკუნეებში ქვით. ეხლა ხალხმა გაიჭირო რაღაცა იშოვა, თუნუქით ყოლას გადახურული და მიშა ეხლა ეს თუნუქის სახურავები უნდა მოხსნას. მესამე, ამ დროს სვანეთში მოდის 2 მეტრიანი თოვლი და ყველაზე შრომატევადი სამუშაოა გადმოთოვა. თუნუქით როცა არის დახურული, გადმოთოვა არ ჭირდება, ხოლო ქვით როცა არის აუცილებლად წვიმად ჩამოვათ და გადმოთოვაც დაჭირდება. და მესამე ამერიკულ სიმინდს, ცოტა ხნის წინ დვანიში ვიყავი, ნახე. გვერდ ამერიკული და ქართული. შედარება არ არის, იმდენად უკეთესია ქართული. და მეორეც, როგორც წეთ ამერიკულით მეორე წელს უსავალს ვერ მოიწევდა, თუ სასუქი არ მიეცი εν რაოდენობით, მოკლედ ის მარტო იმის ცხოვრების საკვებად გამოდგება. მადლობთ.
კი, ეს მე ძალიან მომეწონა შენი იდეა, რომ უნდა შეკრიბო ეს ამერიკული სიმინდი და დიდი გოდრით უნდა მიუტანო. ავტობუსით ჩაცალო პირდაპირ. ხო, ან სოფლის მეურნეობის მინისტრი იქნება მთელ მთავრობას კანცელარიას, იმიტომ რომ მიშა აპიარებდა პირადად ამ იმას და უნდა წაიღო რეზიდენციასთან და შალვა რამიშვილისგან ხშირად საინტერესო იდეები მოდის ხოლმე და უნდა ჩავალო ხა ამიდე. ძალიან ის, ნუ თქვენ არ ახერთ მაგ ზამკეთებლები. რატო შალვა? არა, რატო არ ვარ? აი რატო ფიქრობ? რაფინირებული მე ვარ თარგამაძე ამას არ დაუშვებს ახლა. არა, მე რატო არ ვარ ამის შენ შეიძლება ხარ, მაგრამ გეტყვიან რომ არ გვინდა ახლა ესეთი აქტივობა. ძალიან ცდარი წარმოდგენა. კაი, გააკეთეთ, აჰა, აბურთი და ამოიდანი. ხო და გითხარი რომ იდეა მომეწონათ ხო და დანარჩენი მე. მე თქვენ გეტყვი რომ ვერ აიღებ იმ 1-2 მერე საჩუქრად. არა, ნუ სხვა ჩვენს გააშუქებს მედია ძალიან. არა, მე მომეწონათ ხო შენი იდეა და რადგან ამას ვამბობ პირდაპირ ეთერში ძალიან კარგი. ინგა გრიგოლია, ჩვენი საყვარელი ინგა გრიგოლია არის იყო ჩვენი გაცემის ეთერში, სტუმრად იყო და კლავაც იქნება მრავალგზის. დიდი მადლობა რომ მოხვედით, დიდი მადლობა თქვენ ძვირფასო რადიოს მსმენელებო და ინტერნეტ ტელევიზიის ტელემაყურებლებო რომ გვიყურეთ და გვისმინეთ. ჩვენ ხვალ 17 საათზე და 00 წუთზე შეხვდებით ერთმანეთს. ესე იგი მე რაღაცებს გეტყვი გოგონი და შენ კიდე გაიმეორე.